ვაშინგტონში 2010 წლის ატლანტიკური საბჭოს გალა ვახშამ საქართველოს პრეზიდენტი თანათავმჯდომარის სტატუსით დაესწრო. ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაში ამერიკის და ევროპის 800-მდე ლიდერი მონაწილეობდა. ამერიკის 52-მე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა სიტყვით გამოსვლაში საქართველოზე მიხეილ სააკაშვილსა და ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე ისაუბრა. წელს 5 გამორჩეული ლიდერი დააჯილდოვეს პრესტიჟული ჯილდო ბილ კლინტონს გამორჩეული ლიდერობისათვის და ნატოს გაფართოებაში შეტანილი წვლილისათვის ერგო. დააჯილდოვეს ასევე ჯოზეფ აკერმანსი, დოიჩე ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ჯგუფ YouTube-ს მომღერალი ბონო, გენერლები სტეფან ბრაიალი და ჯეიმს მატისი. აქ იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი და კარლ ბილტი, რომელიც ჩემს გვერდში იყო ბალკანეთის საკითხის გადაწყვეტის დროს. პაკისტანის და სამხრეთ კორეის ყოფილი პრემიერ-მინისტრები. თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, რაც მე-20 საუკუნის რეალობა იყო. მე ვცდილობდი კარგი ურთიერთობები მქონოდა რუსეთთან. ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ დავხმარებოდი მათ ფინანსურადაც, რადგან კარგად ვიცოდი, რომ საერთო მომავალი გქონდა. ასევე ვიცოდი, რომ რუსეთი ადრე დიდი სახელმწიფო იყო და მისთვის ძალიან მტკივნეული უნდა ყოფილიყო წარუმატებლობა საერთაშორისო ასპარეზზე. შესაძლოა ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის კარგიც ყოფილიყო, მაგრამ ამ ქვეყნებისთვის მაინც მტკივნეული იქნებოდა. აქ საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება და მინდა განუმარტო, რას ვგულისხმობ სიდიადეში. მე არ მინდოდა, რომ რუსეთს საკუთარი სიდიადე განესაზღვრა მე-19 საუკუნის იმპერიალისტური გაგებით, საქართველოსთან ან სხვა ქვეყნებთან ომით, არამედ უფრო დადებითი თვალსაზრისით. ჩვენ ამერიკელებს გვიყვარს თამაშები, სადაც არიან წაგებულები და მოგებულები, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ ისეთ თამაშებსაც, სადაც ორივე მხარეა მოგებული და ეს უნდა გახდეს ჩვენი მთავარი სამოქმედო პრინციპი. დიდი მადლობა ჩემი გულთბილი წარდგენისთვის და იმისთვის, რომ დამითმე დრო. მოусმინე ბატონ მაკეინს, ის ნამდვილი აქტივისტია. ძალიან ენერგიულად მეხმარებოდა ჩემი კონცერტის სცენის მოწყობის დროს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ჩემი სიზანტეც კი დაიწუნა. გალა ვახშამი, რომელიც ვაშინგტონში ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა, ყოველწლიურად თავს უყრის 800 ლიდერზე, მეც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და სხვა რეგიონებიდან. ეს ის ხალხია, რომლებმაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერებაში. გალა მიღების საპატიო სტუმრებს შორის არიან ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, კონგრესმენები, ყოფილი სახელმწიფო მეთაურები, ელჩები და ცნობილი ბიზნესმენები.